სამივე წერილი ანუ საჩუქრების სამი სია მზადაა, თუმცა ყველაფერი ამითაც არ მთავრდება. თეკლამ წერილები ჯერ ლამაზად უნდა მოხატოს, ამის შემდეგ გზავნილებს ნაძვის ხის ქვეშ დავაწყობთ. ამ საახალწლო რიტუალში ტრადიციულად ჩემი სამივე შვილი მონაწილეობს. ესეც წერილები. ახლა ჩვენ დავყრით აქ ფქვილს და თუ თოვლის პაპა მოვა და წერილებს წაიღებს, დატოვებს ნაფეხურებს. აი ასე. თოლი გეგონება. წერილები მზადაა. ახლა ველოდებით. შვაღამისას ფქვილზე აი ასეთი ნაფეხურები გაჩნდა, რომლებიც ყველაზე ადრე ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე თეკლამ აღმოაჩინა. და მგონი ძალიან კმაყოფილია. იმდენად რომ ნაფეხურებსა და ნაძვის ხეს აღარ სცილდება. თეკლა, წაუღია შენი წერილი?